დასავლეთ პოლონეთში იესო ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკების კურთხევის ცერემონია გაიმართა. გრანდიოზული მონუმენტი ქალაქ სვებოძინის შემოგარენში დაიდგა. მისი სიმაღლე 33 მეტრია, რაც სიმბოლურად მაცხოვრის ასაკს უკავშირდება. ქანდაკება 3 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი გვირგვინი ამშვენებს. რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი მონუმენტის მსგავსად იესოს ახალი ქანდაკებაც ხელებ გაშლილი დგას. ძეგლი 440 ტონას იწონის. კურთხევის ცერემონიას პოლონეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 20,000-ზე მეტი მორწმუნე დაესწრო. ადგილობრივ ტაძარში კი საზეიმო ქანდაკების მშენებლობის ინიციატორმა პრელატმა სილვესტერ ზალაცკიმ აღასრულა. წირვის შემდეგ პროცესია რელიგიური გალობის ფონზე მონუმენტისაკენ გაიმართა. სვებოძინის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქანდაკება უამრავ ტურისტსა და მორწმუნეს მიიზიდავს, თუმცა ქალაქის ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. სამომავლოდ ქალაქის მეზორნი ახალი გზების და სასტუმროების მშენებლობასაც გეგმავენ. მაცხოვრის ქანდაკების მშენებლობა კი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონუმენტის შემოწირულობებით აიგო, სწორედ ამიტომ დღემდე უცნობია თუ რა თანხა დაიხარჯა ქანდაკების მშენებლობაზე.